Быстренько погетри якидам. Аერში მიქცემ ახლა მძიამად. ჩემი სტრინკები მიმდამდები. ახლაკ მომხელე ვარ. ხლა უკვე გამოვდივამ. ვიკითხავს მე ვინ ვარ? წელებაში ხლეთ ადგილი. მივამდებ ტრაქში ხო. ამ აგრესიის უშუალო ადრესატი მე ვიყავი. ჟურნალისტი რომელმაც კითხვები დასვა და პასუხების ნაცვლად აგრესია და შეურაცხყოფა მიიღო. ალბათ კამერის გარეშე რომ ყოფილიყავი, ფიზიკურადაც გამისწორდებოდნენ. ყოველი შემთხვევისთვის ამის მცდელობა ნამდვილად იყო. მათ არ უყვართ ის ჟურნალისტები, რომლებიც კითხვებს სვამენ და კრიტიკულ მასალებს ამზადებენ. ტრული გარემო მხოლოდ ქუჩაში არ მხვდება. ერთი წლის წინ კითხვის დასმის გამო საკრებულო შენობაშიც გავხდი სიტყვიერი და ფიზიკური ანგარიშწორების სამიზნე. მაშინ დაცვის სამსახურმა ძალადობრივი მეთოდებით გამომაგდო შენობიდან. ჩემი განეიტრალების პროცესს ჩინოვნიკები თვალს ადევნებდნენ, თუმცა მათ რეაქცია არ ჰქონიათ. ალბათ იმიტომ, რომ დამკვეთები თავად იყვნენ. დისტანციას დაკავლებიებენ. ნორმალური ადამიანი უნდა იყოს. თქვენ წესით ახლა სამუშაო საათებში უნდა იყოთ სამსახურში. ხელს უშლით ხდომას. არ ვუშლი მე ხელს ხდომას. უკაცრავად ხელს უშლით ხდომას, გეუბნები და უკაცრავად რა საკეთებ თქვენ ბატონო? ხელვაჩაურის მერიაში კიდევ ერთი შემთხვევა გასულ წელს მოხდა. იქ დასაქმებულები მხოლოდ იმიტომ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. მინდა შენს პატრონებს გადასცე. ვინც საქართველოს მტრობს, მათი ფესვი, მათი დედა, მათი სისხლი ერთ ადგილზე ვნახე. აიგე, ასე გადაეცე იმ ნაბიჯვარ გვარამიას, სუკნა ხოსტარიას და დანარჩენი. ასე გადაეცე მიჩულა საზოგადოება განპირობ, რომ საჯარი ერთადერთი საგები და მაგათი სისხლი. ყველაფერი საგეკის, კეთის სული და კეთის ძვალი. ასე გადაიჭირ და პატრონებს. თავისუფალ ნების გამოვლენის უფლება და გიასინცეში. ეს მერია და ასე ხორინის უფლება არავის არ აქვს. ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რასაც ყოველდღიურად ვხედავ. სხვათა შორის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თითქმის ყოველი გადაღება საჯარო მოხელეების მხრიდან წინააღმდეგობითა და აგრესიით სრულდება. პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის თითოეულ ფაქტზე პოლიციას მივმართავდი, თუმცა მათი მხრიდან სრული იგნორია. არათუ გამოძიების დაწყება 112-ში ზარის შემდეგ დაკითხვაზეც კი არ მიბარებენ. მტკიცებულებები არქივში ინახება და მჯერა მოვა დრო, როდესაც ყველა ის პირი აგებს პასუხს, ვინც მედიასა და ჟურნალისტებს ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება. და ბოლოს გეტყვით იმას, რომ ტრული და ძალადობრივი გარემო პროფესიის დათმობას ვერ მაიძულებს. საზოგადოების ინფორმირებას მე და აჭარა ტაიმსი კვლავაც გავაგრძელებთ.